რა პირით ამოგივიდათ, რომ ჩემ ძმაზე რო გეთქვათ, ნახე, ყველა ნოდარიშერების და ყველა ამ საქციელს გმობ ზუსტად სამართალი არ ნიშნავს, რომ მოკლას. მე არ მომითხოვია, არც ერთ სამართალში არ მომითხოვია, მე ჩემს ვიდეოებს ყველამ კარგად გადახედოს, არსად არ მომითხოვია სიკვდილი არავისი. მე სიკვდილი, ჩემი სიკვდილიც მადლი არის. მე უნდა ვიცოცხლო, რომ ვიტანჯო და ასე უნდა იყოს ბაჩუკიც, ბადაც, მალხაზიც, როდერიც და ჯიმშერიც. და თელი ნოდარიშერები კიდე. თელი ცხოვრება თავის ზევით ვერ უნდა ამოწიოთ. იმიტომ რომ თელი ნოდარიშერებს, ნახე, ერთი ნესტანი თელი საქართველოს წინაშე გამოვიდა და ქალი ვითხოვ, ნახე, შემარცხვინეს, ჩემი სახელი შეარცხვინეს, 9 წლის ნესტანის სახელი შეარცხვინეს, ხო და იმის სამართალს ვითხოვ და ნოდარიშერებმა სამართალის აღდგენიც მაგივრად, ჩემ საკუთარ ძმას მოსთხოვეთ, რომ ნესტანი მოკალიო. თქვენი სამართალისთვის მიმიფურთხებია შენი კაცობისთვის, მახში მიმიფურთხებია, სადაც ეს სამართალი გამოიტანე, რომ იმობლებს, რომ კიდე მიღუპავდი. შემირცხვენია შენი კაცობისთვის, შემირცხვენია შენი ადამიანობისთვის, რომ კიდე ეს, მე რეზოს დაჟე იგიც კი უთხარი, ეგერ არის რეზო. მე ჩემ ძმებს სისხლში არ გავასრულებიებ ხელს თქო. მე ჩემ ძმებს მაგას არ გავაკეთებიებ. მე თვითონ ვიზამ თქო და რეზო მას ემითხრა, რომ შენო ვერაო, ხატზე ვერ დაიფიცებო. ხატზე უნდა მაგას დაფიცებო. რეზო ასე არ იყო? მე თვითონ ვიზამ მაგას თქო. მე ჩემ ძმებს მაგაში არ ჩავრევ. ჩემ ძმებს მაგი არ ეკუთვნით მაგის მოგვარება. ჩემ ძმებს ის ეკუთვნით მარტო რომ დადგენ შორიდან და უყურონ როგორ მოაგვარებთ ნოდარიშერები მაგ საქმეს და როგორ მოუხდით მერე ბოდიშს იმ ორ ბიჭს. მე მაგას ვაკეთებ და მაგი მინდა. რომ თელმა ნოდარიშერებმა ეხლა რომ ბოზო და ჩათლახუ არის შენი და იმას რომ უძახით კი არა. იმ ბიჭებთან თქვენით ჩახვიდეთ, ისინი კი არ ამოვიდნენ. თქვენ მოგიწიოთ იქ ჩასვლა და ბოდიშების მოხდა. იმას გიზამთ მე თქვენ. თქვენ ჩემ მუხლებამდე მოგიყვანთ. თქვენ კაცობის საკითხ თელი მსოფლიოს წინაშე დავაყენებ. მაგას ეხლა ასე არ ჩაივლის ეს ვიდეო. აქ ჩაერთვება უკვე პოლიცია ჩაერევა. მე სახელმწიფომდე მივალ და სახელმწიფოს თქო უკვე დახმარებას. რომ სახელმწიფო ჩაერთოს მაგაში, რომ ჩემი ოჯახის ამოწყვეტა გადაწყვეტეთ ნოდარიშერებმა და ეხლა კიდე წყვიტავთ კაც დანაშაულისკენ უბიძგებთ და ადენინებთ დანაშაულს, ისეთ დანაშაულს, რომ ჩემი ძმების რამოდენიმე 12 თაობა შეიძლება წავიდეს მაგ სისხლი. სადაც არაა სისხლი დასაღურელი, რა ქვია, ქალისთვის სისხლი როგორ უნდა დაღვაროს კაცმა. ამდენი ნოდარიშერები, ერთი რომ დაგებღვილებინათ, ასტემი როგორც ბღუოდა, ისე რომ დაგებღვილებინათ, საწავიდნოდნენ ბაჩუკის ოჯახი არ გეცოდინებოდათ. მაგრამ თქვენ იცი რა ამჯობინეთ? ჩემ ძმებზე გადავლა იმის მაგივრად, რომ ჩემთვის დაგერეკათ, დეტალები გეკითხათ იმის მაგივრად, თქვენ ჩემ ძმას გადაუწყვიტეთ, მისი ცხოვრება გადაუწყვიტეთ და მისი ცხოვრება, რა ქვია, მიყავთ იმისკენ, რა ქვია, კვლევობისკენ. დანაშაულს ადენინებ. შემირცხვენია და შემიფურთხებია მე თქვენი კანონისთვის, რომელი კანონმაც ეს გამოიტანა. არც ერთი კანონი არ მაინტერესებს. მე ვარ ქალი, მე მოვითხოვე სვანური სამართალი, როგორც არის ისე 12 მსაჯული, 12 ნაფიც მსაჯული. იმიტომ ნოდარიშერები ვერ მიაწექით, რომ თქვენ ხართ ჩასვლილები. აი იმის რა ქვია, ხორცმეტის ჭკუაზე რო დადიხართ, იქით-აქით რო დადიხართ, აი მაგან გიქნა თქვენი კაცობა აქ. ნახე რამდენი სიბინძურე გამოიკვეთება ერთმანეთში გაკეთებული თქვენი. ხო და თქვენი არასწორი ნაცხოვრები კაცობის გამო ჩემ ძმებმა რატო უნდა მომკლან მე და რატო უნდა დაწიონ ჩემმა ძმებმა თავი, როცა თქვენზე 100 თავით მაღლად განან. და ეს მის დასთუჭირს, ეს დღეს რო უძახით რომ ბოზი არისო, ეს თქვენმა მამებმა უქნეს. სოფელმა, რომელმაც თელმა სოფელმა იცოდა 14 წლის ასაკში ორსულად რო ვიყავი. სოფელი არ დარჩა, რომელმაც ხელი არ მომკიდა მუცელზე. რატო მაშინ ხმარ ამოიღეთ იმ ნოდარიშერებმა? მაშინ რატო არ ამოიღეთ?
რატო არა მოიღეთ ხმა? რამაზის რა ქვია, რამაზიმ ორსულობაც კი არ იცის. რამაზიმ და რეზომ ორსულობაც კი არ იციან. იცით თქვენ ხალხო, რას ნიშნავს ეგ? ისე ჩქარა მოაგვარეს. სად იყო ის სოფელი საღამოს რო დავიშალეთ, რა ქვია, მაგალითად ჯუჟუნას ოჯახში, სად ხართ ის გოგოები, თქვენთან რო ვიყავი მუცელ გაბერილი და მეორე დღეს დილას რო მოვედი, თქვენთან მუცელი რო არ მქონდა და ხელს რომ მკიდებდით, სად ხართ ეხლა, რატო არ ლაპარაკობთ მაგას? სად არის ის ლია, ჯაჭულიანი ბუტკა რო ქონდა სკურიშის თავზე, შენ მოგიკვდიო, რო იტირე, სად ხარ? რატო არ იღებ ხმას? ერთადერთი ქალი ვინც იტირა ის იყო ის ჯაჭულიანი ბუტკა რო აქვს სკურიშის თავზე. იმიტომ რომ მე მაგას ყველი მიუტანე, გასაყიდი ყველი მიქონდა მაგას, ბუტკა ქონდა და ყოველ კვირა დადიოდა ზუგდიდში და მე სულ გუნებს ვაკეთებდი პატარ-პატარას, რომ ჩემი ძმებისთვის საჭმელი მეყიდა. და ის ქალი მეხმარა სკურიშში, სოფელში თუ ვინმე მეხმარებოდა, აი აზაზად მეხმარებოდა ის ჯაჭულიანი ქალი. ყველა შაბათს თუ საცხა მიდიოდა, იმის ფულსაც არ მახარჯიებდა, რომ წავსულიყავი ზუგდიდში ან სადმე რომ წავსულიყავი, ის ფულიც რო საჭმელში რო და მიქონდა, იმ სიმძიმეები მიქონდა და აქით მოქონდა ფქვილიდან დაწყე ერთადერთი ის ქალი, ჯაჭულიანი. ბუტკა რო ქონდა, ეხლა არ ვიცი რა სახელია, ლია ქვია მე მგონი თუ რაღაც ასეთი მსგავსი. სვანეთში და ჭუბელში თუ ვინმე დაგვეხმარა, ის ქალი დაგვეხმარა ალალა, თუ გინდათ სიმართლე, ერთადერთი ქალი. და იმიტომ იცი რატო იმას რო ყველი რო მივეცი, საღამოს რო მივედი და ყველი რო მივეცი, იმან ძალიან კარგად იცის და მეორე დღეს ვერ მივედი, რაც უნდა მოეტანა იმისთვის და მესამე დღეს რომ მივედი, მუცელი აღარ მქონდა, ხელი მომკიდა და ცრემლები ჩამოაგდო იმ ქალმა, ცრემლები ჩამოაგდო, ვერაფერი ვეღარ თქვა, ცრემლები მოსდიოდა. და მაგათაც რაღაცა პრობლემები ქონდათ მაშინ მიწებთან დაკავშირებით და მაგასაც ბიჭები ყავდა. ისეთი პერიოდი იყო, რომ მის შვილების უნდა მოფრთხილებოდა, ისეთი ცუდი პერიოდი ქონდათ მაგათ თვითონ ოჯახს. ერთადერთი ქალი მე ვინც დამეხმარა, ნოდარიშერები ნანული დამეხმარა, არა ყვახი დამეხმარა, რომელი ნანული დამეხმარა, მამიდა რომელიც მის თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, მამიდას რომელიც თვალწინაც ეს ყველაფერი ხდებოდა, გოგა რას მირეკავდი შენ რომ მამიდას სახელი ასე აღარ ახსენო, საჭმელი ხომ მოქონდაო, ის დამიძახე ტელეფონში. მე აცი საერთოდ ფეხებზე მკიდიხარ ყველა, მე ვინც დამიკიდეთ ფეხებზე მკიდიხარ, ვისზეც კარგი უთქვი, ყველაზე დამირეკეს და მათქმევინეს ისე, ასე თქვი, ისე თქვი. აცი არავის კარნახით, მამიდა შეგეძლო შენ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ხმა მოგეღო და პოლიციაში ერთი ჩვენება მაინც მიგეცა. შეგეძლო მაგას, რა ქვია, მაგის ოჯახს, მამიდები ხართ და თქვენმა გვარმა გააკეთა, პირიქით უნდა გექნათ და ეხლაც უნდა იმოქმედოთ. მე კი არ უნდა მირეკოთ და ნინელიზე არ უნდა მათქმევინოთ ის რომ ვაიმე ორი ქვაბი საჭმელი მოქონდა ჩემთან. იგიტი არ უნდა მათქმევინოთ და მახსენოთ. აცი არ გავჩუმდები საერთოდ არ მაინტერესებს არავინ. აცი დადექით და ერთმანეთი ჟღლიტეთ და მე გიყურებ ჩორიდან. აი მაგას გიზამ, რადგან ჩემი სახელი ასე, ნანული, ის ნინელი მამიდა იყო, ნინელი არ, მამიდა არა ყვახი, ნინელი იყო იგი, ხედავდა როგორ მქონდა მუცელი რატო არ გაუჩნდა მამიდა თუ იყო, რატო არ გაგიჩნდა იმის სრული, საწავიდა ის ბავშვი, რატო არ იკითხა იმის საწავიდა ბავშვი, რატო არ იკითხა იმ მამიდამ? შენ სახელს რო ვფრთხილდები, გოგა და შენი შვილის სახელს რო ვფრთხილდები, მე რა დაგიშავეთ, მე